გამარჯობა. გამოვიძახე პროდუქტები და მინდა რომ ერთად გავაკეთოთ გემრიელი, ძალიან სუბუქი და ჯანსაღი ქათმის სალატი. ამისთვის დაგჭირდება 500 გრამი ქათმის ფილე, ერთი სალათი აისბერგი, ცოტა ნიგოზი, პატარა ხახვი, ცოტა პომიდორი ჩერი და ქლიავის ჩერი. ასევე დაგჭირდება ორეგანო, ერთი კვერცხი, საფანელი, ცოტა ფქვილი და მარილი და პილპილი. სოუსისთვის დაგჭირდება ერთი ლიმონი, ნდოგვი, მე ვიყენებ ფრანგულ ტკბილ ნდოგვს, თაფლი და ცოტა მარილი. პირველ რიგში გავრეცხოთ სალათის ფურცლები და დავჭრათ. ცოტა ხანი დავდოთ ხელსახუცზე, რომ გამოშრეს. დავჭრათ პომიდორი ჩერი, ქლიავის ჩირი და ნიგოზი. ასევე დავჭრათ ქათმის ფილე კუბიკებად. მოვაყაროთ მარილი და ცოტა ხანი გავაჩეროთ. სალათის ფურცლები ჩავყაროთ ჯამში. მოვაყაროთ ხახვი, პომიდორი ჩერი, ნიგოზი და ქლიავის ჩირი. და კარგად მოვურიოთ. ახლა მოვამზადოთ სოუსი. ძალიან მარტივია. გავწვროთ ერთი ლიმონი, შევურიოთ ერთი კოვზი ნდოგვი და 3 კოვზი თაფლი. მოვაყაროთ ცოტა მარილი და კარგად მოვურიოთ. ახლა მოვამზადოთ ქათამი. ავთქვიფოთ კვერცხი და მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ერთ თეფშზე დავყაროთ ფქვილი, მეორეზე საფანელი, ქათმის ნაჭრები ამოვალოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფანელში. დავახუროთ ტაფა და დავასხათ ცოტა ზეთი. გახურებულ ტაფაზე დავყაროთ ქათმის ნაჭრები და შევწვათ 3-3 წუთი თითო მხარეს. მომზადებული ქათმის ნაჭრები მოვაყაროთ სალატს. მოვასხათ მომზადებული სოუსი. და კიდევ ერთხელ კარგად მოვურიოთ. და სალათი მზად არის, გემრიელად მივირთვით.